time's changing in your line, I can hardly see you smile. The way you move makes me think about the days when we used to dance all day and night. Alright, okay. And I feel you when you think of me again. Today I will love you more than yesterday. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ გვქმნით თქვენს მომავალს. ჩვენ დავუბრუნდით კოოპერატივ ეთერში და მე მინდა ტელემაყურებელს ვუთხრა რომ ახლა ხანს ვნახეთ ჩვენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ რგოლი და სწორედ მე მინდა რომ წარვადგინო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, იმიტომ რომ დღეს ჩვენ დავისაუბროთ ამ უნივერსიტეტის სიახლეებზე, შეთავაზებებზე და ძალიან საინტერესო თემებთან დაკავშირებით მოგეთ. ჩვენ დღევანდელი სტუმრები გახლავთ ბატონი ვახტანგ ივცივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი. ალბათონი ნინო ჭავაგანიძე, ჟურნალისტიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი და ბატონი სულხან მელაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი. საღამომშვიდობის მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით ჩვენთან სტუდიაში. მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოგბრძანებისთვის. მე ჩვენ პრინციპში ნაწილობრივ დავაანონსებთ საინფორმაციო გამოშვებამდეც რომ ვისაუბრებდით ამ თემაზე და მცირე ანონსის სახით ტელემაყურებელს უკვე აქვს ინფორმაცია. თუმცა მე მინდა დავიწყო ისტორიით და ბატონ ვახტანგს ვკითხო, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რამდენი ხანია, რაც არის ამ ასე ვთქვათ სფეროში ჩართული და ძალიან ისე მოკლედ რომ მოგვიყვეთ ამ ისტორიის შესახებ. დიდი მადლობა მოწვევისათვის და კითხვა ძალიან საინტერესოა. ძალიან მოკლედ შევეცდები მოგიყვეთ 21 წლის ისტორია. ჩვენ უკვე წელს 21 წლის ავართ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა სამედიცინო ინსტიტუტი კლინიცისტის ბაზაზე. 2006 წლის ოქტომბრიდან სახელი კლინიცისტი შეიცვალა სამედიცინო ინსტიტუტის და გახდა იგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მიმდინარე პერიოდში უდიდესი ცვლილებები და წარმატებებია მიღწეული. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედებს 5 ფაკულტეტი: სამართლის, სამედიცინო, მედიცინის, სოციალურ მეცნიერებათა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ასევე არის ბიზნეს ადმინისტრირების ფინანსების ფაკულტეტი და არის მეხუთე ფაკულტეტი, ეს არის მევენახეობა მეღვინეობის მენეჯმენტის ფაკულტეტი. ესენი საერთო ჯამში წარმოადგენენ იმ ძალას, რომლებიც დღეს ქმნიან ჩვენი სტუდენტების წარმატებულ მომავალს. ახლა უნივერსიტეტში დღეისათვის სწავლობს 4000-ზე მეტი სტუდენტი. უნივერსიტეტი ფლობს 15,000-ზე მეტ კვადრატულ ფართს, საკუთარ ფართს. სასწავლო აუდიტორიები, არაჩვეულებრივი ლაბორატორიები, სამედიცინო, კვლევითი, ჟურნალისტიკის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეს მულტიმედია ცენტრი, ეს უნიკალური, რომელიც შექმნილია და გაკეთებულია იმ შესანიშნავი ადამიანების მიერ, რომლებიც დღეს წარმოდგენილია აქ თქვენთან ჩვენს ტელე აუდიტორიაში და მე მათ დიდი მადლობა მინდა უთხრა ქალბატონ ნინო ჭალაგანიძეს, რომელმაც ნულიდან დაიწყო ამ საქმის კეთება და მე ბედნიერი ვარ, რომ შეძლო ასეთი უნიკალური წარმატებული მულტიმედიას ცენტრის შექმნა. ეს იყო პროფესიონალებზე დაყრდნობილი და განსაკუთრებით ბატონი სულხან მელაძე, გამოცდილი ჟურნალისტი, პროფესიონალი, საქმის მცოდნე და ეს ხალხი, რომელიც ქმნის ჩვენი უნივერსიტეტის წარმატებას. მე ახლა თუმცა არ შევეცდები, რომ განვიხილო ეს მე, რადგანაც ის ჩემს ძალებს აღემატება და კომპეტენცია და გამოცდილება და ცოდნა მეტად ფასობს და მე ამ ასპარეს უთმობ მათ, მაგრამ მანამდე მე ქალბატონინოს, ბატონ სულხანს და ისინი ფიქრობ, რომ ძალიან წარმატებულად გაართმევენ ამ თავის კითხვა-პასუხის საქმეს, მაგრამ მე განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა ბოლო მიღწევას
უნივერსიტეტში მეხუთე ფაკულტეტის მევენახეობა მეღვინეობის ფაკულტეტის ჩამოყალიბების საქმეს. ეს შემთხვევით არ მოხდარა, თქვენ მოგეხსენებათ იუნესკომ გასულ წელს ჯერ კიდევ წლნახევრის უკან უпроსოდათ მეორე წელია მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართული ქვევრის ღვინო აღიარებული იქნა სოფლიო კულტურის ძეგლთა, არამატერიალურ ძეგლთა სიაში შეიყვანეს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოვლენა. ეს ძალიან დამაფიქრებელი და სასიხარულო და ძალიან საინტერესო იყო და ჩვენთვის და ამას დაემთხვა ის, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილიამ მეორემ ჩემთვის გასაოცრად და არჩი ღვთის მადლითა და წყალობით მიგვიწვია საპატრიარქოში დასაფუძნებლად ქართული ეროვნული სტრატეგიული ღვინის, ქვევრის ღვინის განვითარებისათვის. დამფუძნებლად მიგვიწვია სახელმწიფო უნივერსიტეტთა შორის ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ამ საკითხთან ჩვენ გქონდა სხვათა შორის სიუჟეტი და გადაცემა. დიახ, თქვენ გქონდა. ცალკე დაუცვით, იმდროინდელ მნიშვნელოვანი იყო. მე აღარ განმეორდები, მაგრამ აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ერთხელ კიდევ. ეს არის უნიკალური მუზეუმი ღიაცის ქვეშ. არა მარტო მარანი და არა მარტო საღვინეს სახლი და არა მარტო რაღაც ერთი მიზნისთვის მიმართული. აქ არის შექმნილი ქართული 8000 წლიანი წინა ისტორიების ბაზაზე, საფუძველზე ჩამოყალიბებული უნიკალური კოლხურ, იმერულ, იბერიული, დასავლური და აღმოსავლური სტილი ერთად შერწყმული და აქ არის ის გაკეთებული ყველაფერი ისე და არ გამომჩეს მესხურით, მარანს აქ ერდოები, ის რაც მესხეთში არის ცნობილი ბორჯღალოთი გაკეთებული, ეს არის საოცრება, ეს უნდა ვნახოთ, ეს ეკრანი ძალიან ძნელია ასე, მაგრამ ძალიან რომ უნდა ვნახოთ და თუ უფლებას მომცეთ მე ჩავერთვები საუბარში, გეტყვით რომ აი ამან თავის მხრივ ბიზგიმის მულტიმედია ცენტრს რომ მოემზადებინა შემეცნებითი დოკუმენტური ფილმი საღვინეს სახლი მარანი კოლხი და ეს ფილმი გვიამბობს საქართველოში სწორედ მევენახეობა მეღვინეობის ტრადიციებზე და რაც თავარია იმ განსხვავებაზე რაც არსებობს ზოგადად კულტურას შორის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის აი სწორედ რაზეც ბატონი ვახტანგი საუბრობდა და აქვე ბატონ ვახტანგთან ქალბატონ ნინოსთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ტელეკომპანია კავკასიას გთავაზობთ ჩვენ მზად ვართ მოგაწოდოთ ეს ფილმი ის მერწმუნეთ ტექნიკური თვალსაზრისით მათ შორის პასუხობს ყველა სტანდარტს და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენი მაყურებელი ძალიან საინტერესო ინფორმაციას მიიღებს ზოგადად საქართველოში აი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა და ისტორიის მულტიმედია ცენტრი მე კალუტონინოსთან მინდა გადავიდე შეკითხვით და რომ მოგვიყვეთ რა არის მულტიმედია ცენტრი, რატომ შეიქმნა ის და რა ემსახურება ის არის. ტელემოყურებელს ჩვენ გვექნება უდმოგვიანებით ამ საკითხთან დაკავშირებით ვიდეო რგოლსაც ვაჩვენებთ და ამიტომ მოკლედ რომ დავაანონსო და შემდეგ გადავიდეთ უკვე კვლევით იმ მიმართულებით რა სიახლეები გაქვთ. დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, იმისთვის რომ საშუალება გვეძლება უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნოთ ის საქმე, რომელისთვისაც ჩვენ ძალიან თავდადებულები ვართ, რითაც ჩვენ ცხოვრობთ. ბოლო წლებია, ეს არის მულტიმედია ცენტრი. ეს არის სასწავლო მულტიმედია ცენტრი. მოგახსენებათ, ჟურნალისტიკა თანამედროვე ეტაპზე გახდა ტრანსმედიული. ძალიან რთულია, რომ ვიწრო სპეციფიალობის ჟურნალისტი გაუშვა დღეს უნივერსიტეტიდან, იყოს მხოლოდ საგაზეთო ჟურნალისტი ან მხოლოდ ტელეჟურნალისტი. ანუ ფართო პროფილის ჟურნალისტებზე ვმუშაობთ, ჟურნალისტთა აღზრდაზე ვმუშაობთ. ამასთან ერთად გაიზარდა პლატფორმების რაოდენობაც. იმდანაც მულტიპლატფორმული გახდა თანამედროვე სამყარო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა მათთვის მულტიმედია ცენტრი, სადაც ჩვენ სტუდენტებს ვახელოვნებთ, როგორც ფოტოხელოვნებას ვასწავლით მათ და ზოგადად ფოტოჟურნალისტიკას, ასევე საგაზეთო ჟურნალისტიკას, ტელეჟურნალისტიკას, რადიოს ცალკე. ყველაფერი ეს თავმოყრილია აი ამ ერთ სივრცეში და ჩვენ შევეცადეთ, რომ ხელწერილები არ მოვსულიყავით და მოგვეტანა ჩვენთან ერთად ძალიან მცირედად წარმოდგენილი ის პროდუქტი, რომელსაც სტუდენტები ამზადებენ. აქ არის ეს ყველაფერი. ასე გები ჩვენ ნინო ამასთან დაკავშირებით ვიდეო რგოლი წყვეტს, მოდი მაშინ ნახოთ თან ვიდეო რგოლი სარეკლამო ჭრაზე გავიდეთ, ნახოთ ვიდეო რგოლი და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. კი ბატონო, იყოს ასე, იყოს ასე.
ჟანგბადის დონე დაბოაიცებს, აუცილებლად უნდა დაბრუნდეთ ბორტზე. მირებულია. ანა დაუჩქარე. მოიცადე. რა მოხდა? ფეხებში სიმძიმეს გრძნობ, შენსავით მსუბუქ ნაბიჯებს ვერ დგამ. გამომართვი დეტრალექსი. სწრაფად მოგიხსნის სიმძიმეს ფეხებში. დაუჩქარე. დეტრალექსი 1000 მგ ფრანგული პრეპარატი განახლებული გამოშვების ფორმით. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. მაგთის ბალის და ბანის აბონენტებმა შეიძინეთ მეტი ინტერნეტი ნაკლებ ფასად და იყავით მთელი თვე ონლაინ. ინტერნეტ პაკეტის დაუხარჯავი მეგაბაიტები გენახებათ და ახალ პაკეტს ემატება. სასურველი ინტერნეტ პაკეტის შესაძენად აკრიფეთ ფიფკი 100 დიეზი OK. ან ისარგებლეთ პორტალით MyMagti. Take my hand and come with me because you look so fine that I really want to make you mine. I say you look so fine that I really want to make you mine. აი ჩვენ ახლა ვმუშაობთ გადაცემაზე, რომელსაც ქვია სრულად არასაიდებლად. ფორმატი მოიაზრებს ერთ გადაცემაში რამოდენიმე სიუჟეტს. ვფიქრობ ჩვენი უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ეს სერიოზული პრაქტიკა, ისინი სერიოზულ პროფესიულ პრაქტიკას გადიან ჩვენს გუნდთან ერთად. ეს არის ადგილი, სადაც სტუდენტები მოდიან, არჩევენ იდეებს, ხდება გადაღებების დაგეგმვა. სტუდენტები ჩვენთან ერთად სწავლობენ მონტაჟს და შემდეგ გაკეთებენ იმას, რომ თვითონ ჩაუჯდნენ და თვითონ ააწყენ თავიანთი სიუჟეტები. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი მხოლოდ 1 წელია ფუნქციონირებს და მიუხედავად დროის ამცირ მონაკვეთისა ის მთელი დატვირთვით მუშაობს. სტუდენტები მუშაობენ რეალურ სარედაქციო რეჟიმში, ისინი ეჩვევიან მუშაობას, ისე როგორც ეს ხდება სხვადასხვა მედია სამსახურებში და ამიტომ აბსოლუტურად მომზადებულები შეხვდებიან იმ გამოწვევებსაც, რაც მედია სამსახურები შესთავაზებენ მათ უკვე უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ. აქ ამ კომპიუტერზე ამ სამონტაჟოში ხდება იმის გავიზუალება, რაც ჩვენს მულტიმედია ცენტრში ხორციელდება. პრემიერში მუშავდება ხმა, იჭრება კადრები, რაც შეეხება ავტორს, იქ უკვე გრაფიკულად ვაწყობთ, გრაფიკულად ვამუშავებთ ყველაფერს. ქართლის ცხოვრება მარიამ ლორჩიფარიძესთან ერთად ეს იქნება 12 გადაცემა. გარდა ამისა, ქვაში გაცოცხლებული საქართველოს ისტორია, ქვათა ჰარმონია, ყოველი ერთი ფილმი ეძღვნება ერთ კონკრეტულ ისტორიულ ძეგლს. ტელემაყურებელს სულ მალე მივცემთ შესაძლებლობას კიდევ ერთხელ მოგზაუროს ვეფხისტყაოსნის სამყაროში თამაზ კვაჭანტირაძესთან ერთად. ჩვენს ფაკულტეტზე არის იმის შესაძლებლობა, რომ ჟურნალისტი პროფესიულად განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ნამდვილად. სასწავლო კურსის ფარგლებშიც აკეთებენ გაზეთებს, ჟურნალებს, რაც უნივერსიტეტში ხდება აისახება ამ გაზეთში. თქვენ გაქვთ ესეთი საპერიოდო წამსვლელი KBD იცოდე, ეს არის სწორედ მულტიმედია ცენტრი, სადაც ყველაფერს გასავლია, რაც ჟურნალისტს ჭირდება. უნდა გაბედოთ და იცოდეთ, როგორ ხდება დამონტაჟება, როგორ ხდება წერა, როგორ ხდება გადაღება.
სალექციო კურსის გარდა ბავშვები პრაქტიკულ მეცადინეობებსაც გადიან, სწავლობენ ილუსტრაციის ჟანრები თავისებურებებს, ძალიან მნიშვნელოვანია მედიაში, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში კარგი კადრი უფრო მეტს აძლევს აუდიტორიას, ვიდრე თქვა თქვენ ტექსტი. მულტიმედია ცენტრი ჩემთვის ეს არის ძალიან კარგი გუნდი, პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის როგორ უნდა მიაწოდოს ცოდნა სტუდენტებს პრაქტიკაში, რადგან ერთ-ერთ თეორიაში ცოდნის მიწოდება და მეორეა, როცა უკვე პრაქტიკული უნარების საშუალებით აწვდით ცოდნას სტუდენტებს და ნუ აი ცდისა და შეცდომის მეთოდით ასწავლეთ თუ როგორ უნდა შექმნან მათ ხარისხიანი პროდუქცია. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. და მე ვფიქრობ დათო რომ ძალიან საინტერესო და ვრცელი ინფორმაცია მივიღეთ ამ მულტიმედია ცენტრთან დაკავშირებით. მაგრამ მაინც უფრო კომპეტენტურ ადამიანებს უნდა ვკითხოთ და ქალბატონ ნინოსთან საუბრობდით ამ თემაზე. საინტერესო უფრო კონკრეტულად თქვათ რა სახის პროექტები ხორციელდება, მე როგორც ვიცი ფესტივალებიც არის თქვათ ამ მიმართულებით ხო ძალიან აქტიურად და რა შედეგები მოაქვს აი ამ ყველაფერს და შემდეგ უკვე ბატონ სულხანთან გადავალთ კონკრეტულ პროექტებზე. კი ბატონო. ფესტივალებს რაც შეეხება, ჩვენ ძირითადად მონაწილეები ვართ ფესტივალების, რომლებიც ცხადდება ყოველწლიურად და არასოდეს არ წამოსულვართ სერიალი ხელით. მეცაც გეტყვით ნომინაციების დიდი ნაწილის პრიზიორები ვართ, ისე მოვდივართ, რომ ზედატვირთულები ვბრუნდებით მოკლედ მშობლიურ კერაზე. როგორც მოგახსენეთ, ეს არ არის უბრალო მულტიმედია ცენტრი, სასწავლო მულტიმედია ცენტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ სპეციფიკა გვაქვს სხვა აბსოლუტურად ჩვენ არ მუშაობთ უკვე ზრდასრულ ჟურნალისტებთან, პროფესიონალებთან, ჩვენ მუშაობთ სპეციფიკურ აუდიტორიასთან, რომელმაც აწი უნდა აითვისოს ცოდნა, აწი უნდა შეითვისოს ის უნარები და ამდენად ეს გაცილებით უფრო რთულია, პასუხისგებლობა გაცილებით უფრო დიდია ვიდრე სხვა შემთხვევაში. მხარ-მხართან მუშაობა სტუდენტის და პედაგოგის საერთო პროდუქტის მომზადება. ჩვენი ფილმების სრული უმრავლესობა, რაც საიძე ხელმისაწვდომია თუ თქვენ შეხვალთ და ნახავთ, არის სტუდენტისა და პედაგოგის ტანდემის ძალიან შეხმატკბილებული ტანდემის შედეგი. გასაგებია, ჩვენ ზარი გვაქვს, მოდი ტელემაყურებელს მოვუსმინოთ და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი. მოგესალმებით. გამარჯობა, გისმენთ. მიგამივეცალმო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მის დამფუძნებას ბატონ ვახტანგ წივწივაძეს. დღეს მდგომარეობით მიმაჩნია, რომ საქართველოში ასე მაღალ კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებელი მეორე უნივერსიტეტი, რომელიც ამ უნივერსიტეტის კონკურენციას გაუწევს, არ მეგულება, რადგან აქ არის არა მარტო თეორიული მომზადება სტუდენტის, აქ არის პრაქტიკული სტუდენტის მომზადება, სტუდენტის თვითონი სტუდენტის მდგომარეობის გათვალისწინება, მისი გაჭირვების თუ დალხინების გათვალისწინება, მე მჯერა რომ თქვენ დამემოწვევით ამაში, რომ არასდროს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან არავის არ მიადგებია, რომ ჩვენ იმიტომ რომ არა გვაქვს გადასახადი, გადახდილი და ვერ გადავიხადეთ, გამოგვრიცხეს უნივერსიტეტიდან შესწავლილია, ეს ალბათ ერისკაცობას ნიშნავს ამ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაში დღეს ჩვენი ქვეყანაა და სწორედ ხელისუფლების მხარდაჭერასაც ნიშნავს საბადროულად და დიდ ადამიანობას ნიშნავს. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც მაღალ კვალიფიცირებულ სპეციალისტებს ამზადებს და იმიტომ რომ დარწმუნებულია თავის მომზადებულ სტუდენტებში, თავის მომზადებულ ადამიანებში, რომელსაც პირველ რიგში მაღალი ღირებულებებით, სამართლიანობის განცდით, ფასეულობებით ამზადებს, ხშირ შემთხვევაში თვითონვე ასაქმებს თავის უნივერსიტეტში. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო მოსაზრება გამოთქვა და პოზიტიური, ასე ვთქვათ, ინფორმაცია იყო. მადლობა ამისთვის ტელემაყურებელს. ნინო, დაგვასწრო ტელემაყურებელმა ცოტა ნამდვილად ასეა. ეს იყო მგონი ძალიან კარგი იდეა, რატომ გავუშვათ საუკეთესო კადრი, რომელიც ყველგან გამოდგება და ყველგან იქნება მოთხოვნადი ჩვენგან. ჩვენ სტუდენტებს ვიტოვებთ. რა თქმა უნდა ვზრუნავთ სხვა ტიპის დასაქმებულებას ძალიან აქტიურად არის. კი ბატონო, ცხადია რომ სხვაგანაც ვუშვებთ, მაგრამ ჩვენი სტუდენტები არიან დასაქმებული რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაში, იმედში და სხვაგან და სხვაგან. მე ჟურნალისტებზე ვაგებ ამ წუთში პასუხს, როგორც ჟურნალისტიკის პროგრამის ხელმძღვანელი.
თუმცა ასევე ვიტოვებ ჩვენთან. რის საშუალებასაც რა თქმა უნდა მოთხოვნილება გვაძლევს იმიტომ რომ იმაზე რომ ქალბატონ ნინოს და მე სულ გვაქვს ხოლმე ესეთი კამათი ქალბატონ ნინოს საქმიანი კამათი ქალბატონ ნინო ამბობს რომ სულხან მიმცეთ ფართო ასპარეზი მე მეგონები რომ არა მედიისადმი ჩემი უღრმესი პატივისცემის მიუხედავად მოდი ჩვენი კადრები იყვნენ ჩვენთან და იმუდმივად კამათობ ხოლმე ამ საკითხს კონკრეტულ პიროვნებებზე სტუდენტებზე გვაქვს ჭიდაობა რომ არა ეს გვინდა ეს მე უნდა წავიყვანო ჩემი გადაცემისთვის როგორ გიკადრება მე დიდი ხანი ამაზე ვფიქრობ და მოკლედ ყოველ წელს მე მინდა უფრო კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით გითხოთ ბატონ სულხან და მე აქვე ტელემაყურებელს ვეტყო რომ აი ამ პროექტებთან დაკავშირებით თქვენ პარალელურად ნახავთ ვიდეო რგოლსაც გარდა იმისა რომ ინფორმაციას მიიღებთ რომელ პროექტებს გამოყოფდით ყველაზე ასე ვთქვათ განსაკუთრებულად რაზეც გაუსვამთ ხაზს თეორიაში მიუხედავად იმისა რომ უკვე გადაცემის მეორე ბლოკია ჩემი უღრმესი პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ ტელეკომპანია კავკასიის ისტორიას მე კარგად ვიცნობ და მე მიხარია რომ არც ერთ ეტაპზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ტელეკომპანია კავკასიის საქმიანობის საბოლოო მიზანი მადლობა თქვენ იმისთვის რომ თქვენი მიზანი არის მაყურებელი და არა აქ დავსვამ სამწერტილს გამგები გაიგებს. ახლა რაც შეეხება კონკრეტულ ერთ-ერთი არის მე როგორც ვიცი ქართლის ცხოვრება. დიახ, ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით რომ შემთხვევით ეს იყო გაზაფხული საღამომ 7 ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით იმ საღამოს ხიდახეზე გადაფრინდა თუ არა ჩიტი მაგრამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს რომ ჩავუარე ქალბატონი მარიამი შევნიშნე ლორთქიფანიძე მივედი მაშინ არაფერი მithქვამს მაგრამ მოგვიანებით ბატონ ვახტანგ შევთავაზე იდეა რომ გაგუკეთებინა სასწავლო შემეცნებითი დოკუმენტური ფილმების სერიალი ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად ბატონი ვახტანგის მხრიდან იყო სრული მხარდაჭერა და ასე განხორციელდა კიდეც ეს პროექტი თუმცა მინდა მაყურებელს ბოდიში მოუხადო სარეკლამო რგოლში როდესაც ჩემი კოლეგები საუბრობდნენ ეს ვთქვათ ამზადებდნენ უпростоრად აი იმ სიუჟეტს მულტიმედია ცენტრის თაობაზე შევპირდით რომ იქნებოდა 12 გადაცემა პირობა დაბალღვიეთ არის 16 ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ ახლა გადის ზუსტად აი ამ წუთში კადრი ეს არის ეს არის რიტმული გადაცემის ქუდი რითაც იწყება ყოველი გადაცემა გეტყვით რომ აკადემიკოსი ქალბატონი მარიამ ლორთქიფანიძე ისტორიულ წყაროებზე დაახლოებით როგორც ქართულ ისე უცხოურ ისტორიულ წყაროებზე დაახლოებით არქეოლოგიურ მონაცემებსა და ეთნოგრაფიულ მასალაზე დაახლოებით საუბრობს ქართულთა წარმომავლობის, პირველი ქართული სახელმწიფოების ჩამოყალიბების საკითხზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მოიცავს საქართველოს ისტორიას უძველესი ეპოქიდან მე-18 საუკუნის ჩათვლით 1795 წლის ტრაგიკული დღე 11 სექტემბერი არის ის ბოლო თარიღი, სადაც ჩვენ ვსვამთ წერტილს და ის საქართველოს ისტორიის ეტაპები განხილულია მსოფლიო ისტორიულ კონტექსტში და არა დამოუკიდებლად. ძალიან მალე მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს 16-ვე გადაცემა ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი ტელემაყურებლისთვის. აქვე გეტყვით, რომ უნივერსიტეტი მოიაზრებს აი ამ გადაცემათა ციკლს, გნებავ დოკუმენტური ფილმების ციკლს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან დამატებით რესურსს საჯარო და კერძო სკოლებში, ზოგადად სასკოლო განათლების ფარგლებში საქართველოს ისტორიის სწავლების პროცესში და ჩვენ ძალიან მალე ესე ღიად შევთავაზებთ მოკლედ სასკოლო განათლებას, რომ აი ეს დანერგონ. კიდევ ერთი პროექტი ეს არის რუსთაველის სამყარო. ეს რა გულისხმობს ამ პროექტზეც რომ ვისაუბროთ და პარალელურად ნახავთ კადრებსაც. ჩემთვის უძვირფასესმა პიროვნებამ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე თხოვნით მიმართა საქართველოს. მე ასე ვიტყოდი საზოგადოებას, რომ აღვნიშნოთ 850 წლის თავი ღირსეულად. ისე როგორც ეს ჩვენ ერს, ჩვენ სახელმწიფოს და თავად რუსთველსა და მის უკტავ პოემას ეკადრება. ბატონი რეზო ჩხეიძე. აი მაშინ ვიფიქრე, რომ მე ერთ მოქალაქეს, ჩემი ქვეყნის რა შემიძლია მოვიდა იდეა და უმალ ქალბატონ ნინოს და ბატონ ვახტანგს შევთავაზე და არ შემიძლია თქვა და არა იმიტომ რომ წესია ასეთი რომ საჯაროდ ხელმძღვანელები უნდა აქო არასოდეს მიცხოვრია მხოლოდ მე ამ პრინციპით ვინც ვიცნობს სრული მხარდაჭერა თანადგომა და ვიფიქრეთ რომ ვინ თუ არა ბატონი თამაზ კვაჭანტირაძე ისაუბრებდა არაჩვეულებრივად იმ შინაარზე, იმ ფასეულობაზე, ანუ ყოველივე იმაზე, რასაც ქვია რუსთველის სამყარო.
სიტყვა რო არ გამიგრძელდეს, მე მერწმუნე ტელემაყურებელი გველოდება და ტელემაყურებელთან ბოდიში, თუმცა მაყურებელი ჩვეულია ხშირად მელოდებოდა ხოლმე. ეს იყო დიდი ხნის წინათ ერთ ვიტყვი. 8 გადაცემა, თითოეულის ქრონომეტრაჟი არის 20 წუთი. ასე რომ რუსთველი სამყარო ამჯერად უკვე თამას კვაჭატილაძესთან ერთად. ძალიან კარგი. ტელემაყურებელს მოусმინე და შემდეგ უკვე უნივერსიტეტის სამეცნიერო და კვლევით პოტენციალზე განვაგრძელოთ საუბარს. მოგესალმებით. დუშეთიდან ბატონ ვახტანგსთან მივესალმებით კავკასიის საერთაშორისო. ჩვენ გისმენთ თქვენ. ისმის თქვენი ხმა. მივესალმებით ბატონ ვახტანგს, მთელი დუშეთის არაგვის ფეხბურთელები უღურებთ და ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც სასწაული ქართული და კაცური და ვაჟკაცური. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ზარისთვის. მე დავანონსე ქალბატონინო, კვლევითი და სამეცნიერო მიმართულებები ძალიან აქტიურად არის უნივერსიტეტში. მე როგორც ვიცი, კონკრეტულად რა პროექტებზეა საუბარი ამ კუთხით. იქ იმართება კონფერენციები, სემინარები და ასე შემდეგ როგორც. კი ბატონო, ჩვენი უნივერსიტეტი სამივე საფეხურს მოიცავს, ეს არის ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურაც. და სასწავლო კომპონენტთან ერთად ზუსტად იმავე სიძლიერით არის განვითარებული სამეცნიერო კვლევითი პოტენციალი. შესაბამისად, ძალიან ხშირად იმართება ჩვენთან კონფერენციები, სამეცნიერო სემინარები, გარკვეული ტრენინგები პროფესურისთვის, სტუდენტებისთვისაც. სულ ახლა ბოლო პროექტებს გავიხსენებ, ეს არის სექტემბერში პოლონეთის უნივერსიტეტთან ერთად ჩატარებული სრულიად ფანტასტიკური კონფერენცია ბიზნეს სფეროში. და სტუდენტთა უკვე ტრადიციად დამკვიდრებული მე-4 საერთაშორისო კონფერენცია. ძალიან გაიზარდა ჩვენი გეოგრაფია, იმ ქვეყნების გეოგრაფია, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციებში. უკვე ბრენდად ჩამოყალიბდა ჩვენი კონფერენციები ბაზარზე, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან სასიამოვნო ჩვენთვის. ამავდროულად გაქვთ სამეცნიერო ჟურნალიც. გაქვთ სამეცნიერო ჟურნალიც, კი ბატონო, სამეცნიერო ჟურნალი არის არა მხოლოდ ბეჭდური, არამედ ელექტრონული სახით, ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, ვინც შემოვა ჩვენთან საიტზე www.ciu.edu.g. ფანჯარა არის სპეციალური, სადაც კვლევითი ნაწილი ჩანს და შეუძლია რეგისტრაცია გაიაროს და რა თქმა უნდა, ოღონდ რეცენზირებით ხდება ამ ჟურნალში სტატიის დაბეჭდვა, რეცენზია არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ ძალიან ვიცავთ ამ სტატუსს და გვინდა რომ ცენზი კიდევ უფრო გავზარდოთ. ამდენად ძალიან მარტივიც არ არის ის საქმე, რომელსაც თქვენ ვისაუბრეთ. მე მინდა რომ კიდევ ერთი საკითხი, ანუ არ გამოგრჩეს და კითხოთ ძალიან მნიშვნელოვანია ტელემაყურებლისთვის სტუდენტთა დასაქმების შესახებ. ანუ ამ მიმართულებით რა აქტივობებს ახორციელებთ და შემდეგ უკვე ბატონ ვახტანგთან ვასრულებთ სამომავლო გეგმებთან. მუდმივად გვაქვს საუბრები დამსაქმებელთან. მუდმივად გვაქვს კონსულტაციები დამსაქმებელთან. დღესაც მე მქონდა 2 დამსაქმებელთან საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ შევისწავლეთ ბაზარი და არ გავიგეთ რას გსურთ თქვენ. კონკრეტულად თქვენ დღეს რა ტიპის ჟურნალისტის მიღებას ისურვებდით, რა უნარები უნდა გქონდეს მას, ჩვენ როგორც არ უნდა ვეცადოთ, რომ მაღალ ნიშნულს მივახციოთ, ვერაფერს გავხდებით. ამდენად დამსაქმებელთან მუდმივი კომუნიკაცია, მათთან ერთად ჩატარებული ტრენინგ სემინარები, სამეცნიერო სემინარი გიხსენეთ, რომელიც ამ წლის დასაწყისში ჩავატარეთ. რამდენიმე დამსაქმებელი ყავდა მოწვეული საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციიდან, რომლებმაც გვითხრეს დაგვისაბუთეს რა ჭირდებათ, რატომ ჭირდებათ და ჩვენ მათ რეკომენდაციებს ყოველთვის ვითვალისწინებთ მაშინ, როცა პროგრამებზე მუშაობთ. მადლობა. მაშინ მეგონი ხო ბატონ ვახტანგს უკვე გვინდა გითხოთ სამომავლო გეგმების შესახებ. მე იმდენი შტაბ-ეჭდილებების ქვეშ ვარ. ერთხელ კიდევ ვადასტურებ და უდასტურებ ჩემს ძვირფას კოლეგებს და თანამშრომლებს პატივისცემას, ღრმა პატივისცემას იმ პროფესიონალიზმისათვის, რომლის გამოც ჩვენ ამდენ წარმატებას მივახციეთ აი ამ დარგში და ჩვენ ვიყავით გასულ წელს წლის საუკეთესო ბრენდი, წარმატებული ბრენდი საქართველოს მასშტაბით. შემდეგ აი ხედავთ და მაყურებელიც უყურებს თქვენს ხედავთ ჩემო ძვირფასებო, რომ რა სინქრონულ პროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე, როგორი შეხმატკბილებული მუშაობა მიდის მულტიმედია ცენტრში
და ის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს ჩვენ აი ესე ლამაზად გვიხსნიდნენ და გვაწვდიდნენ ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ, მე როგორც ხელმძღვანელს და კანცლერს არ მაძლევს იმის უფლებას შევჩერდეთ და ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს იყოს უფრო მეტი გრანდიოზული, უფრო მასშტაბური და დავიწყეთ მშენებლობა ახალი მულტიმედია ცენტრის, ტელესტუდიების, რადიოსტუდიების, სამონტაჟო კაბინეტების და მე დღეს თქვენს წინაშე და საზოგადოების წინაშე პირობას ვაძლევ მულტიმედია ცენტრს, მის თანამშრომლებს, რომ მომავალი წლის ამ დროს ისინი იქნებიან ერთ-ერთ საუკეთესო კეთილმოწყობილ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კაბინეტ ლაბორატორიებში და ტელესტუდიებში. მათ ერთი კი არ ექნებათ, რამოდენიმე ექნებათ. ეს მშენებლობა უკვე დაწყებულია უნივერსიტეტში, უკვე ფუნდამენტი ჩაყრილია, მშენებლობა გრძელდება და ჩვენ მივიღებთ დაახლოებით 5000 კვადრატულ ფართს და აქ იქნება ალბათ თქვენს აუცილებლად მოგიწევთ თუ კი სურვილი გექნება და თქვენ მობრძანდებით, აუცილებლად გახსნაზე მოგიწევთ და გაჩვენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აუცილებლად და ყოველთვის ქმნის წარმატებას მომავალი პატრიოტებისათვის საქართველოს ეროვნულ ტრადიციებზე დაყრდნობილი გრძნობითა და შემართებით საქართველოს მომავალს ჩვენ ვქნით წარმატებას მომავალი ჩვენი თაობისა და გარწმუნებთ, რომ აი ასეთ საზოგადოებასთან, აი ასეთ კოლექტივთან, ასეთ შედუღაბებულ მულტიმედია ცენტრთან მუშაობა ეს არის უდიდესი სიამოვნება და მე არ მაქვს უფლება შევჩერდე და არ შევასრულო ის დანაპირები, რაც დღეს საჯაროდ განვაცხადე თქვენს წინაშე. ვფიქრობ, რომ ჩვენი შრომა დაფასდება. თავარი ამათი შრომა. ეს წარმატება, რაც მულტიმედია ცენტრმა გააკეთა და არნახული შეძლეს, არაფრისაგან, აი ვერ წარმოვიდგენ. სადღაც ლაპარაკი იყო რაღაც ასეულ 10,000, 2000, 20,000 ლარზე და უკვე შეგვიძლია სიამაყე თქვა, რომ აი უკვე სახსრებს არა აქვს მნიშვნელობა. ესენი არიან ჩვენი უნივერსიტეტის სახე და ესენი არიან აი ეს მომავალი სამჭედლო პროფესიონალებისა, რომელიც დღეს ასე ჭირდება საქართველოს. დიდი მადლობა მათ. გისურვებთ და შემდეგ გადაცემაში უკვე გელოდებით აი იმ სიახლეებით და პროექტებით, რაც თქვენ დაანონსეთ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მობრძანებისთვის. ჩვენ და დავასრულოთ დღეს გადაცემა. თქვენი დრო გამშვიდობებათ ხვალამდე ნახვამდის.